მოგესალმებით, მოკლედ მოვიმზადე საუზმე. ჩიჟი პიჟი, მაგრამ თურმე ეს ჩიჟი პიჟი არ ყოფილა ქართული, მაგრამ სინამდვილეში ქვია ჩიორა და პეტრე. თურმე ჩიორა და პეტრე ყოფილან ცოლქმარი, აკეთებდნენ ამ სათმელს და მერე ვიღაც უცხოელი მოვიდა და ჩიჟი პიჟი ესე თქვა. ადრე არ ყოფილა პური. არ ვიცი, წავიკითხე, მითხრეს, მე მოვიგონეთ, თან მე ისეთ ასაკში ვარ, რომ ვეღარ წხვდები რა დროს რა მოხდა. სანამ პური იქნებოდა, იყო გოგრა, კვახი. შემწვარი კვახი, ცეცხლზე წვავდნენ ხოლმე და მე საერთოდ მიყვარს ძალიან შემწვარი. ეხლა ამას მოვაცლი და შევატან აი ამ კერძს. შეხედეთ სპილო. სხვათა შორის ჭამის დროს როცა სპილო დევს მაგიდაზე არის ძალიან კარგი. კურკუმინი. ეს ბროშებია, ბროწეულის ბროშები. მე ხო ვგიჟდები ბროწეულზე. და აი ახლა გავიკეთებ, ქორწილში მივდივარ და სულ ესე უნდა გავიკეთო ეს ბროშები და ბულავკები, სარჭები. ეს ბულავკას ვერ გავიგებ. ბულავკა ბუდიონმა გამოიგონა და იმიტომ დაარქვეს ბულავკა. აი ეგრე. და ბუდიონი იყო ჩვენებური, სოფელ ზოჩში ცხოვრობდა ჭიათურის რაიონში. კარგად იყავით. ჩემო ძვირფასებო, აი ახლა მე თქვენ უნდა გაჩვენოთ რაღაც, აბა თუ მიხვდებით რა არის. აი ნახეთ. ნუ აღარ დაგიწყებთ ახლა წვალებას, მოკლედ კარტოფილი გავთალე და ნახეთ ეს რო გავთალე ამოსული იყო, გაღვივდა კარტოფილი და ავდექი და აი ესე მოვაჭერი, მოვთალე და ჩავდე წყალში, თეფშზე დავდე და ძალიან მაინტერესებს. დღეს ცოტა გამსხვილებულია და მერე ნელ-ნელა რო გაღვივდება ვაიმე რო დავბედილოს ვეღარ ვამბობ. აბა რა ვიცი. კარგი, თავიდან დავიწყებ. ნელ-ნელა რო გაღვივდება, მერე ჩავფლავ მიწაში. და აი საინტერესოა თუ ამოვა კარტოფილი. ნახეთ რა ლამაზი ბროწეულის ბროშკები მაქვს. ნახეთ აი. აი სულ დავიბნიო ესენი. ნახეთ. სასწაული. სპილო სარკეში იყურება. მეტი რა დარჩენია. სახლში ნეტა რას ნიშნავს, აი, იცით რას ნიშნავს, ნუ ხო სპილო ის არის ბარაქის მომტანი, მაგრამ აი ესე რო დევს სახლში სპილოს ფიგურა. რა უცნაურია. ეს არის ჯილსანდერი. მამაკაცის სასწაული. აი ესეთ ქაოსში ვცხოვრობ, არ დავეძებ. ერთი სული მაქვს, აი ეს როდის გაღვივდება და თუ მოისხავს კარტოფილს. აუცილებლად შეგატყობინებთ.